ის დღეს საქართველოში აი დამისახელეთ ერთი ადამიანი, წესიერი ადამიანიო, ეს არის ბატონი თამაზი და მე მას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, ვინაიდან მან მე რა ვთხოვე, ბევრი თავისი პირადი საქმეები აქვს, მაგრამ დამთანხმდა და მოვიდა და მინდა რომ აი ამ ახალგაზრდებთან ერთად იმუშაოს. ბატონო თამაზი, ამდენი წლის გამოცდილი ადამიანი ბრძანდებით, მაგრამ ეს არის ჩემგან, ჩვენი კომპანიიდან, ქალბატონი ქეთიდან ყველაზე ძვირფასი. ყველა ადგილი, სადაც თქვენ გიმუშავიათ, რა თქმა უნდა, იყო ძვირფასი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე. რას ეტყოდით ახალგაზრდებს და საქართველოს მოსახლეობას. მაქვს პატივი მივართო საქართველოს საზოგადოებას იმ ნაწილს, რომელიც ამ წუთში ან მომავალში მოგვისმენს და დავაკვირდება, უკვე ნაწილობრივ ცნობილი არის, ცნობილი ბიზნესმენის, ხელმოქმედის ბატონი კელასაია მოაღრესაც საჭირო და საინტერესო ნაბიჯის ფაქტიურად ნოვაციის შესახებ, როდესაც მან გადაწყვიტა ამა თუ იმ მოსაზრებით, რომელიც მისი პირადულია, შეიქმნა უძლიერესი იურიდიული ფირმა, რომელიც გარანტირებულ მაღალკვალიფიციურ მომსახურებას შესთავაზებს ნებისმიერ დარგში, სამართლის ნებისმიერ დარგში საქართველოს მოსახლეობას და არა მარტო. ეს საერთაშორისო ფირმა გახლავთ. ჩვენ ურთიერთობა გვექნება სხვა ქვეყნებთან, აზიაში, ევროპაში და სხვა მრავალი გეგმები აქვს, რომელსაც თვითონ თავის დროზე ბატონი კელა მოგახსენებს. მე რა მინდა ვთქვა, აქცენტი გაკეტა სავსებით სწორად ახალგაზრდებზე, მაგრამ არა ჩვეულებრივ ახალგაზრდებზე, არამედ ვინც გაუძლო და გაიარა ურთულესი. დიდი მადლობა. რა სიტყვი ერთი სიტყვით. საბრძანეთ, საბრძანეთ. გულწრფელი და კარგი შეფასებისთვის და ვიტყოდი, რომ ჩვენი ადვოკატების გუნდი ყოველდღიურ რეჟიმში მზად არის, რომ თქვენი ინტერესების დასაცავად ყველაფერი გააკეთოს. ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს იმისათვის, რომ თქვენი უფლებები იქნეს სათანადოდ დაცული. და თუ გაქვთ ნებისმიერი სახის პრობლემა, მნიშვნელობა არ აქვს სამართლის დონე დაიცე არის საუბარი, ჩვენ მზად დავიცვათ თქვენი ინტერესებს. ქალბატონს ვთხოვოთ ორი სიტყვით პირველი დღიდან აქ არის და აი პირველი დღიდან დღემდე აი როგორ განწყობაზე ხარ და როგორ ფიქრობ, ჩვენ შევძლევთ იმას, რაც შევპირდით მოსახლეობას. კი ბატონო, მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმას, რაც შევპირდით მოსახლეობას. მოსახლეობას შევპირდით, რომ დავიცავდით მაქსიმალურად მათ უფლებებს. კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდი მზად არის იმისათვის, რომ დაიცვას